მოგესალმებით, ეს გადაცემა თავისუფალი თემა, მე ჟურნალისტი შორენა ბიჭიკაშვილი ვარ და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია საბა ბულესკერია. მაყურებელი მას კარგად იცნობს, დიდი მადლობა საბა სტუმრობისთვის, საბა წარმოადგენს აქტივისტიც არის, მე ხშირად მოგიხსენებთ სამოქალაქო აქტივისტს, იმიტომ რომ არ არსებობს თემა, რომელზეც საკუთარი აზრი არ გამოხატოთ და თქვენი სამოქალაქო პოზიცია არ დაიჭიროთ და ამავე დროს წარმოადგენს საბა კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენელს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ საბა სტუმრობისთვის, თქვენი დროისთვის. მადლობა მოწვევისთვის, ყოველთვის ასიამოვნოა თრიალეთის ეთერში სტუმრობა. მადლობა დიდი. საუბარი მაყურებელმა იცის, რომ ჩვენ ძირითადად გადაცემების ნაწილს მედიის მდგომარეობაზე, თრიალეთის მდგომარეობაზე ვუთმობთ, ეთერს ვუთმობთ, თუმცა ვეხებით აუცილებლად იმ თემებსაც, რაც რეგიონშიც ხდება, მოსახლეობისთვის საჭირო საკითხებს და ქვეყანაშიც რაც ხდება, რა გამოწვევებიც არის ჩვენს წინაშე. საბა პირველ რიგში მინდა დავიწყო საუბარი თრიალეთის ირგვლივ შექმნილ მდგომარეობაზე. ერთ-ერთი უძველესი მედია ორგანიზაცია რეგიონში. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ თითქმის საქართველოს დამოუკიდებლობის ხელაა და შესაბამისად მათთან ერთად იწერებოდა საქართველოს ისტორია. ახლა ყველაზე მეტად დგას ჩვენი ტელევიზიას იმ გაჩერების საფრთხის წინაშე. ვიცით, რომ ისევ დაყადაღებულია, მაყურებელმაც იცის ანგარიშები და უკვე 9 იანვრის მერე აღარ მოხსნილა. რასთან გვაქვს საქმე, რა სიგნალია ეს, თქვათ, საზოგადოებისთვის, სხვა მედია ორგანიზაციებისთვის, იმასაც აღნიშნავ, რომ თვითონ რეგიონში არაერთი მედია გაჩერდა, ასე ვთქვათ, ხო? და ვთქვათ, ჯგუფი აღარ არსებობს. და ისიც იცით, რომ პრემიერმა ერთ-ერთ ეთერში თქვა, რომ ზოგიერთ მედია ორგანიზაციებს უნაწილებენ ვალს, ზოგიერთს პატიობენ და აღნიშნავ იმასაც, რომ თრიალეთი არ ითხოვს პრივილეგიას, ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას. რასთან გვაქვს საქმე საბა? რეალურად ჩვენ რო შევხედოთ აი წმინდა პოლიტექნოლოგიური თვალით დღევანდელ ვითარებას, ხო, მთელი ეს რეჟიმი, ქართული ოცნების რეჟიმი, რომელიც ყველა, ასე ვთქვათ, ასპექტში გაბატონებულია თავისი რაღაც ავტორიტეტული მმართველობით, მათი მთავარი, ასე ვთქვათ, ძალა არის პროპაგანდაში, ხო? პროპაგანდა არის მათი მთავარი მომოძრავებელი ძალა, რითიც აჯერებენ ადამიანებს მათ შეცვლილ ტყუილებს. შესაბამისად, თრიალეთის მაგალითი რო ავიღოთ, ხო? თრიალეთი არის ის რეგიონალური ტელევიზია, რომელიც არ მისდევს იმ მათ პროპაგანდისტულ ნარატივს. პირობითად რო ავიღოთ, რომელიმე ქუჩაზე რო საუბნო გზა არ არის, ხო? ამას მათი პროპაგანდისტული მედია არ გააშუქებს, მაგრამ თრიალეთი ამას აუცილებლად გააშუქებდა და ეს პრობლემაც რომ მიდის მოსახლეობამდე, ანუ ელემენტარული რა, საუბნო გზა არ არის ერთ-ერთ ქუჩაზე. ესეც კი უკვე პრობლემაა მათთვის, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ უტოპიურ სახელმწიფოში, სადაც ომი არ მშვიდობა, ხო? იმიტომ რომ მათთვის ეს ნიშნულოვანი პატარა პრობლემებიც კი რომ მოსახლეობამდე მიდის, ეს უკვე მათ პროპაგანდისტულ ნარატივს ცდება და რაც მათ პროპაგანდისტულ ნარატივს ცდება, ის უნდა დაიხუროს, ის უნდა გაჩერდეს. ხო, რა თქმა უნდა, ის მედიები, რომლებიც წმინდად ავრცელებენ მათ პროპაგანდისტულ ნარატივებს, ისინი ყველანაირად პრივილეგირებულები იქნებიან, ვალებსაც დაუფარავენ და ძალიან სამნიშნა და 4 ნიშნა ხელფასებიც ექნებათ მათ თანამშრომლებს, იმიტომ რომ მათ უპირველეს დავალებას ასრულებენ. ეს არის მათი პროპაგანდის გავრცელება, ხო, როცა ხდება შავი, ისინი ამბობენ თეთრს, მაგრამ ეს ვერ შეეხება დამოუკიდებელ მედიას, ხო? მათი ეს პროპაგანდისტული ნარატივი დამოუკიდებელ მედიაში არ მუშაობს და შესაბამისად ნებისმიერი დამოუკიდებელი მედია, ეს იქნება ცენტრალური თუ რაიონული, მათთვის არის უკვე დაბრკოლება და პრობლემა. შესაბამისად თრიალეთის მდგომარეობა სრულად ასახავს იმას, თუ რა ხდება დღეს ქვეყანაში. ადგილობრივ დონეზეც მინდა კითხოთ, ჩვენ არ გვაქვს არაერთი პრობლემა გაგვიშუქებია ერთად საბა. ჩვენ არ გვაქვს მეორე მხარის, ამ შემთხვევაში გულისხმობ მეორე მხარის საპასუხოდ მერია იგივე ხომ ხშირად არც ერთი მუნიციპალიტეტის არ არის აქ მხოლოდ გორზე საუბარი, რომ თუნდაც ვიღაცას სოციალური პრობლემები აქვს, რომლის მოგვარებაც ადგილობრივ დონეზე შეიძლება, თუნდაც სტიქიის დრო სახურავი გადაუხადას, ჩვენ არ გვეხება ასეთი პასუხები, არის მხოლოდ სიტყვიერი. არ გვაქვს არაფერზე, მათ შორის რა პრობლემაც არ უნდა იყოს.
თვითონ ქალაქში ჩვენ არ გვაქვს პასუხი. შესაბამისად ისინი არ სცემენ მოსახლეობას პასუხს. რა თქმა უნდა, აქაც შერჩევითია მათთვის სასურველი მედიებისთვის არის მათი კარი ღია რა აქვთ დასამალი თუნდაც ადგილობრივ დონეზე. ზოგადად ადგილობრივ დონეზე აი გორის მუნიციპალიტეტში არც ერთმა ადამიანმა არ იცის გორის ბიუჯეტი და საერთოდ როგორ ნაწილდება გორის ბიუჯეტი. ამ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერი არ მიიტანს მოსახლეობამდე, იმიტომ რომ იცოდეს და ინფორმირებული იყოს გორელი მოსახლეობა, რომ ეს რაღაც გარკვეული თანხა არის ბიუჯეტში და ის სასმელი წყალი არ მაქვს, ხო? ამაზე პასუხს მოთხოვს, რომ ეს ხო გააქვშენ ეს ფული და მაშინ რატო არ აკეთებ კონკრეტულად აი ამ სოფელში სასმელ წყალს, ხო? ეს კითხვები რო არ დაიბადოს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და არა მარტო გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, მთელ საქართველოს მასშტაბით ყველა ადგილობრივ დონეზე ასეთია, რომ ისინი ესაუბრებიან მხოლოდ მათ პარტაქტივს. არ არსებობს მოსახლე, თუ ის არ არის ქართული ოცნების პარტაქტივი და თუ ის არ მუშაობს არჩევნებზე მათ სასარგებლოდ, მათთვის ის ადამიანი უბრალოდ არ არსებობს. არანაირი მუნიციპალური სიკეთე იმ ადამიანს არ შეეხება, რომელიც არ არის პარტაქტივის წევრი. ეს უკვე განმტკიცდა, ასე აკეთებს, ასე მუშაობს ზოგადად ქართული ოცნება, როგორც ცენტრალურ დონეზე, ისე ადგილობრივ დონეზე. რაც შეეხება ახლა გორის მუნიციპალიტეტის საკითხს დავუბრუნდეთ, გორის მუნიციპალიტეტში საერთოდ მათმა აუდიტმაც კი გაასაჯაროვა, რომ არაკომპეტენტური ადამიანები მუშაობენ. ანუ არ იციან ბიუჯეტის განსაზღვრა, საფრთხეების კოორდინაცია და ამავდროულად. ეს თქვა მათვე აუდიტმა, ხო, რამდენიმე თვის წინ მოხდა ასეთი შემთხვევა და საერთოდ არ მიკვირს, რომ ისინი არასაჯაროებენ ეს რაღაცებს, იმიტომ რომ ხო, ეს მოსახლეობამდე რომ მივიდეს, ნამდვილად ცუდი ფონი იქნება მათთვის. კი ბატონო, თქვენ საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ რატომ არ სურს, რატომ არ უნდათ მათ თრიალეთის არსებობა, თუნდაც ადგილობრივ დონეზე მაყურებლებმა რო იცოდნენ, ადგილობრივი ტელევიზიაც რატომ არის საფრთხე მათთვის და რა საფრთხეა საზოგადოებისთვის, როდესაც მედია აღარ არსებობს. მედიის არარსებობა საზოგადოებისთვის ხა მithუათეს 21 საუკუნეში, როცა ყველაფერი არის გაციფრულებული, მედიის არარსებობა არის პირდაპირ ინფორმაციული ვაკუუმი, თუნდაც სოფლად მცხოვრები მოხუცისთვის, ხო, რომელიც უყურებს ტელევიზიას, მას არ აქვს ეს გაჯეტები და სხვა ინფორმაციული საშუალებები, როგორც მიიღოს როგორც ახალგაზრდებთან შედარებით, ხო? და რა ეს ხად ადამიანები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, სხვა სოციალურად სახელმწიფოზე დამოკიდებული ადამიანები ინფორმაციული წყაროს ჩახშობით ის მათ უნდათ რომ სრულად აქციოდ ზომბირებად და მხოლოდ მათი პარტიული ნარატივი ისმოდეს. ეს არ ეხება მხოლოდ ასაკიან ადამიანებს და ასე ვთქვათ სოციალურად შეჭრებულ ადამიანებს, ყველგანაცია. უბრალოდ ახალგაზრდებში რადგანაც არის ეს ინფორმაციული საშუალებები, ნაკლებად წვდომა ხდება რა ამ ინფორმაციის ჩახშობას, ნაკლებად ახერხებენ. ხო და ეს რა თქმა უნდა მათთვის არის მნიშვნელოვანი, მხოლოდ მათი ენა უნდა ისმოდეს, მხოლოდ მათი ნარატივები უნდა ისმოდეს, მხოლოდ მათი პროპაგანდა უნდა ისმოდეს. და ესე ახშობენ დიდ მედიასაც, პატარა მედიასაც, ზოგადად თავისუფლების ცნება და თავისუფალი მედიის პლურალიზმი მათთვის არის მიუღებელი. დიახ, საბა მინდა გკითხოთ საკადრო ცვლილებებზეც, რომელიც გუშინ პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, შეეხება თუ არა თვლით ეს საკადრო ცვლილებები ადგილობრივ დონეზეც გავრცელდება და ზოგადად ესეც რომ შეაფასოთ. საერთოდ ჩემს პირადად აზრი არ აქვს, რა სახელი და გვარი იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ან შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი. საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ისინი ემსახურებენ ერთ სისტემას, ერთ ადამიანს ემსახურებიან და რომელი რა გვარია და რომელს რა ქვია, ეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი აკეთებენ მხოლოდ ერთი სისტემურ საქმეებს, ხო? აი რა ცვლილებები მოიტანა პირობითად იმას სულ რამდენიმე თვის წინ რო იყო ანდრე ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და შემდეგ მოხდა ის რომ ლილუაშვილი დაიჭირეს კორუფციის გამო ციხეში და დინდარაძე გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი, ახლა კეკაგელაძე გახდა. რა შეიცვლება? ან მაშინ რა შეიცვალა, ან ეხლა რა შეიცვლება, ხო? არანაირად არ ხდება ფუნდამენტური ცვლილებები, ეს არის უბრალოდ რაღაც კარტების გადათამაშება და სახელი და გვარების ცვლილება. აი ადგილობრივ დონეზე თუ ადგილობრივ დონეზე ხო ეხა შეიძლება ვიღაცა რა თქმა უნდა ეხა
ის რომ საქართველოში ნეპოტიზმია ეს ყველამ ვიცით და შეიძლება ვიღაცა არ მოეწონოს ახალ უფროს გადაინიშნოს და ასე შემდეგ ანუ როგორც მოხდება ცენტრალურ დონეზე შეიძლება ადგილობრივ დონეზე მოხდება მაგრამ მე ვლაპარაკობ თვითონ სისტემურ ცვლილებების არარსებობაზე თორე ისე რომ რაღაც შეიძლება ადგილობრივ დონეზე სახელი და გვარები შეიცვალოს ხო რავი ეგეც არ არის გამორიცხული მაგრამ დიდად მნიშვნელობა არც მაგას არ ექნება კი ბატონო ახლახანს ჩატარდა უნგრეთში არჩევნები და სხვა სტუმრებსაც დაუსვეს კითხვები, რადგან აქტუალურია ახლაც და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვფიქრობ, რა დაგვანახა ამ არჩევნებმა. ვამბობ ამ მრჩეველისთვისაც რა იყო ეს და თვითონ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებისთვის შენ ყოფილიყარ ჩართული არჩევნებში ხო? უნგრეთის რეალობამ ქართულ საზოგადოებას დაანახა ის, რომ მსგავსი რეჟიმების ცვლილება არჩევნების გზით არის შესაძლებელი. არჩევნების გზით არის შესაძლებელი ორბანისეული ტიპების სახლში გაშვება და ხელისუფლების ცვლილება. ამისათვის არის საჭირო უფრო მეტად ჩართულობა, უფრო მეტი ასე ვთქვათ, დიალოგი ხალხთან და იმის დაჯერება, რომ ჩვენ არ ვართ ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში, რომ შეიძლება აქ არჩევნები აღარ ჩატარდეს და შემდეგ შეიძლება არჩევნების გზითაც შეიცვალოს ხელისუფლება. უბრალოდ ამას ჭირდება უფრო მეტად, უფრო ბევრი მუშაობა, უფრო ბევრი ადამიანის ჩართულობა და უფრო ბევრი ადამიანის სურვილი იმისა, რომ ქვეყანა წავიდეს უკეთეს მდგომარეობაში. რა ხდებოდა უნგრეთში? ხო, უნგრეთში იყო ძალიან დიდი ეკონომიკური კრიზისი, იყო ძალიან დიდი ნეპოტიზმი ქვეყანაში და ეს ამან გააბრაზა ხალხი და მივიდნენ არჩევნებზე და გადაირჩიეს რეჟიმი, ხო? მაგრამ ჩვენ საქართველოს ვითარებასთან დაკავშირებით ცოტა რაღაც გარკვეული განსხვავებები არის. იმიტომ რომ უნგრეთი არის ევროკავშირის წევრი. უნგრეთში ვერ მიიღებს იმ კანონებს, რასაც დღეს ქართული ოცნება იღებს, ხო? ელემენტარულად უნგრეთში არ არსებობს კანონი ტროტუარზე დგომის გამო, რომ ციხეში გიშვებენ. ეს კანონი არ არსებობს. არ არსებობს ძალიან ბევრი ისეთი კანონები, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო ბოლო პერიოდში, ხო? და რატო არ არსებობს? იმიტომ რომ ევროკავშირის წევრია. ჩვენ თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, მაშინ უნდა დავფიქრდეთ ჩვენ თავებში, რომ ხო, რაღაც არის შესაძლებელი, მივბაძოთ უნგრელ ხალხს და ჩვენ შეგვიძლია რომ უფრო მეტად გამოვიჩინოთ სოციალური პასუხისგებლობა და ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე ვფიქროთ. საბა, ჩვენ გადაცემის დასაწყისში, სანამ ეთერში შევიდოდით, საუბრობდით იმაზე, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტიის ოფისი აღარ არსებობს, არამც თუ გორში, მხოლოდ მთლიანად რეგიონში. გარდა ამისა, თითქმის არ არსებობს თემა, რომელზეც ოპოზიცია ადგილობრივ დონეზე საუბრობდეს, ცალკეულ ინიციატივებზე ვერ ვიტყვით, თუნდაც თქვენს მაგალითზე. არა იმიტომ, რომ თქვენ ხართ ახლა ეთერში, იმიტომ რომ ჩვენ არაერთი კომენტარი გაგიკეთებიათ ამან თუ იმ საკითხზე, ხო? აი, უნდა დაველოდოთ თუ არა არჩევნებს, თუ ამ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ისაუბრონ მოქალაქეების პრობლემებზე, თუნდაც ყოველდღიურად. თუნდაც არაერთი მედია დაიხურა კიდევ ვიტყვი რეგიონშიც და ეს არავის არ გაუპროტესტებია. რაიონულ ოფისებზე რომ საუბრობთ, ჯერ ის უნდა გავიხსენოთ, რომ ყველა ესეთი მნიშვნელოვანი ოპოზიციური პარტიის გაუქმებასთან დაკავშირებით არის საკონსტიტუციო სარჩელი შედარილი. ანუ რომელ რაიონულ ოფისებზე საუბრობთ, სად არის მაგის ფინანსები, რომ რომელიმე რაღაც ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც დღე-დღეზე შეიძლება საერთოდ აიკრძალოს რაღაც რაიონული ოფისი არჩინოს, ხო? რა თქმა უნდა, ადამიანების უფრო მეტი ჩართულობა მნიშვნელოვანია, ამაში ანუ არ არის მხოლოდ რაღაც აუცილებელი იმის ოფისის ქონა, რომ რაღაც აქტიურ სოციალურ, ასე ვთქვათ, საკითხებში იყო ჩართული. ნუ რა თქმა უნდა, ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ არის ძალიან დიდი რეპრესიები, არის ძალიან დიდი დეპრესიული ფონი დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში და რაღაც საკითხები უნდა გავიგოთ სწორად, ხო? იმიტომ რომ ძალიან რთული ვითარებაა საქართველოში, მაგრამ იმას რა თქმა უნდა არ გამორიცხავს და იმის ხელისასაფარად არ ვამბობ, რომ ადამიანები არ საუბრობენ რაღაც გარკვეულ პრობლემებზე, აუცილებლად უნდა ისაუბროს ყველა. უნდა გამოვიდეს, ყველამ უნდა ისაუბროს თავის უბანში, თავის სოფელში, თავის ქალაქში რა ვაწუხებს და რა უნდა. კი, ცენტრალური პრობლემები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი პოლიტიკური ვითარების მთავარი
ასე ვთქვათ, პრობლემა, რა პრობლემებში ჩვენ გვიწევს ცხოვრება, მაგრამ რაიონული და ადგილობრივი საკითხებიც ერთ-ერთი უპირველესია და კი ყველას უნდა აქვს რაღაც იმის შესაძლებლობა 21 საუკუნეში, რომ თუნდაც პოსტი დაწეროს ან რაღაც ვიდეო ჩაწეროს. თუნდაც მაყურებელმა მოსახლეობამ მიგწოს, რომ ეს ჩემთან ახლოს არის, ჩემს პრობლემას აშხერებს. აი რატომ უნდა ვიდგე მის გვერდით? თუნდაც არჩევნების. კი, ანუ ეს არ მართლდება, ყველა უნდა იყოს ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში, იმიტომ რომ როდესაც ხარ აქტიური პოლიტიკური პარტიის წევრი, შეიძლება ხო, როგორც ვახსენე, გააუქმო კიდეც ის პოლიტიკური პარტიები, მაგრამ მოქალაქეობრივი ვალდებულებაა, რომ მოსახლეობას მხარში დაუდგეთ ყველა. ბატონო, საბა მინდა აუცილებლად შევეხოთ განათლების ეგრეთ წოდებულ რეფორმას დავარქმევდი, იმიტომ რომ აი ახლა ძალიან აქტიურად არის ხდებიან ახლობლები, ნაცნობები, რომლებიც აბარებენ წერს, გადიან ეროვნულ გამოცდებზე და ძალიან დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდნენ. მათ შორის ბევრს უნდოდა სხვადასხვა უნივერსიტეტების არჩევა, იქ აღარ დახვდათ ის ფაკულტეტი, თუნდაც ცენტრში, თბილისში, დედაქალაქში წასვლა, ან სხვა დიდ ქალაქში, ეს რა ფინანსებთან არის დაკავშირებული, მოგეხსენებათ და აი ამას რა სიტყვოდით პირველ რიგში ამაზე, ამ რეფორმაზე, ხომ უკვე წააწყდნენ ხალხი, აი აქაც ნიჰილიზმი ხმა არავის ამოუღია, არ გაუპროტესტებია, საერთოდ რომ ეს და ეგონათ რომ არ მოხდებოდა, მაგრამ თურმე მართლა ესე აღმოჩნდა, რომ ის ფაკულტეტი იქ არ იყო საცამინდოდა, 2 დღის წინაც ჰქონდა ახლობელთან ამაზე საუბარი მე. ეს პრობლემები ჯერ არის დასაწყისი, იმიტომ რომ ეს არის ზღვაში წვეთი, რაც ამ რეფორმას მოყვება. ამ რეფორმას მოყვება ძალიან მძიმე შედეგები განათლების კუთხით. ჩვენ ძალიან მალე დავინახავთ პროფესორ მასწავლებლებს, რომლებიც დარჩებიან ლექციების ჩატარების გარეშე, სამსახურის გარეშე. ჩვენ დავინახავთ ძალიან ბევრ სტუდენტს, რომელიც ვერ მოახერხებს საუნივერსიტეტო დისციპლინის მიღებას. ჩვენ ვნახავთ ძალიან ბევრ სტუდენტს, რომელიც ვერ წავა სხვადასხვა ქალაქში უსახსრობის გამო და ის იძულებული გახდება, რომ სწავლა აღარ გააგრძელოს. ეს პრობლემები უკვე ნელ-ნელა თვალსაჩინო ხდება. თუმცა სამწუხაროდ ქართული მოსახლეობა ცუდს მიეჩვია. ან ტრაგედიას მიეჩვია რა. აი რამდენიმე წლის წინ, აი პირობითად 4-5 წლის წინ ყველა თემაზე ესეა, იგივე მედიას შევეხები, ისე მედიის კუთხითაც, იგივე რამდენიმე დღის წინ გამოკითხვაც მქონდა სასამართლოსთან დაკავშირებით დამოუკიდებლობას და გონიათ რომ ეს მას არ ეხება. ის ისედაც ხდება სულ ესეა. ბოლო წლებში ადამიანებს ტრაგედიას არის მიჩვეული, ხო, რაღაცნაირად აი რო შევხედოთ 4-5 წლის წინ მომხდარიყო ეს განათლების რეფორმა, ხო, რამდენი ადამიანი აღშფოთდებოდა ამაზე. აი რამდენი ადამიანი ილაპარაკებდა მედიაში, რამდენი აბიტურიენტის მშობელი გააპროტესტებდა ამ ყველაფერს. დღეს უკვე ტრაგედიას მიჩვეული საზოგადოება ვეღარ ამჩნევს იმ ასე ვთქვათ შედეგებს, რა შედეგებსაც შეიძლება მოყვეს გარკვეული ქმედებები, რასაც დღეს ქართული ოცნება ახორციელებს და ეს ყველაფერი, როგორც თავიდანვე ვახსენე, ეს ტრაგედიას მიჩვეული საზოგადოება. ტრაგედიას მიჩვეული საზოგადოება შექმნა დღევანდელმა რეჟიმმა პროპაგანდის საშუალებით. აი ზუსტად ამას ვამბობდი, რომ პროპაგანდა ქმნის ტრაგედიაზე მიჩვეულ ადამიანებს, რომ მათთვის არანაირი, ასე ვთქვით, ცუდი რეალობა უკვე აღმაშფოთებელი აღარ არის და ყველაფერს მარტივად ეგუება. სწორედ ამას ემსახურება ის პროპაგანდა, რა პროპაგანდისთვისაც პირობითად თრიალეთი არის მიუღებელი. ბატონო, საბა ფორმების თემაც იყო, სულ ახალი ამბავი, ეს ფორმები გამოიტანეს კიდეც, რომ რა ფორმით შეიძლება იყოს ფოტოებიც გავრცელდა ამაზე. ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? ზოგადად აი ეს რეფორმა რატომ გახდა საჭირო, როცა ამდენი პრობლემებია, ხალხი თორემ ფორმები ცუდი არ არის, ბევრისგან მოვისმინეთ ესეც. საუნივერსიტეტო პრობლემებთან რო თავი დავანებოთ, რა ორმაგი და სამმაგი პრობლემებია სასკოლო განათლების საკითხში. ფორმები შემოიტანო იმ ფონზე, სადაც ბავშვები მშიერ დადიან სკოლებში. სადაც სკოლების, გორის მუნიციპალიტეტზე ვილაპარაკოთ, 80%-ში საპირფარეშოები არის მოუწესრიგებელი. სადაც გორის მუნიციპალიტეტის მთლიან 100%-ივე სკოლაში არ არის სასკოლო კვება.
სასკოლო კვება არ არის სკოლებში, არ არის საპირფარეშოები მოწყობილი სკოლებში და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა. სკოლები არ არის ისტორიულ სოფლებში. ქართული ოცნების მმართველობის მეოთხედი წელი პირობითად სოფელ ატენში არ არის სკოლა. ისინი უბრალოდ არაფერს არ ამბობენ. დირექცია საერთოდ არც კი პასუხობს აი ამ შეკითხვას. ხმას ვერ ამოიღებს, ეს გასაგებია მაყურებლისთვისაც უკვე. არა, უბრალოდ არც უნდა რომ ამოიღონ ხმა სკოლის დირექციას, იმიტომ რომ ნებისმიერ საჯარო სკოლის დირექციები უბრალოდ მათი პარტაქტივია და საერთოდ არც უნდათ რომ ხმა ამოიღონ მაგ თემასთან დაკავშირებით. ბავშვებს ტენიან ავტობუსებში, დაყავთ მეზობელ სოფლის სკოლებში, გზაში არაერთხელ უფუჭდებათ მანქანა, უნდა გადმოვიდნენ, გააკეთონ, ჩასვან, მეორე მარშრუტკა მოვიდეს. ეს არის უკვე აი ამ ბავშვების ყოველდღიურობა. და აი ამ ყველაფრის ფონზე მარშრუტკაში ჩატენვის, მშიერი სკოლის მიშლის და რა, ხო, ნუ უბრალოდ ლამაზი ფორმებით მივლენ სკოლაში, გზაზე ორ მარშრუტკა გამოცვლილი და მშიერი კუჭით. ამას დამატებული ამ ფორმების საკითხიც არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ როგორც გვითხრეს, განათლების სამინისტრო გამოაცხადებს ტენდერს ამ ფორმებთან დაკავშირებით. შეისყიდიან ამ ტენდერებს, მერე მშობლებს მიყიდიან ამ ტენდერებს, ამ ფორმებს. ეს არ ხდება უსასყიდლოდ, ეს არავინ არ დაიჯეროს, რომ სკოლის ფორმებს ვინმე სკოლებში დაარიგებს. არა, გარკვეულ თანხას მიიტანენ მშობლები, რომ ბავშვებმა მიიღონ ფორმა და ეს იქნება სავალდებულო. როგორც გავეცანი მათ ასე ვთქვათ განცხადებას, სოციალურ დაუცველ ოჯახის წევრების შვილებს არ შეეხებათ ეს ყველაფერი. ნუ არ ვიცი ნახოთ რა იქნება. სავალდებულოდ უნდა შეისყიდოს მშობელმა შვილისთვის ფორმა, გაუშვას მშიერი კუჭით მეზობელი სოფლის სკოლაში. ხო, თავი პრობლემა თურმე სკოლაში ყოფილა ფორმები. სამწუხაროდ აი ამ რეალობის წინაშე ვართ დღეს განათლების სისტემაში. და ზოგადად თუ აძლევს დღევანდელი განათლების სისტემა იმ ხარისხიან განათლებას თუნდაც იმისთვის, რომ მზად იყვნენ უმაღლესი სასწავლებლებისთვის. ხშირ შემთხვევაში ბავშვებს უწევთ უამრავ საგანში მომზადება, ხო? ნუ ეს რეპეტიტორების თემა დღევანდელი პრობლემა არ არის, რაღაც 10 წლეულებია, რომ ბავშვები რეპეტიტორებთან დადიან, იმიტომ რომ სკოლებში ვერ იღებენ განათლებას, მაგრამ ეხლა ამ განათლების რეფორმამ უფრო დაამძიმა ვითარება, იმიტომ რომ რომელ რეპეტიტორთან მივიდნენ, ისიც კი არ იციან ბავშვებმა, ხო? რა საგანს აბარებენ, ისიც კი არ იციან, რომელ უნივერსიტეტში აბარებენ, რა მიმართულებაზე და რეპეტიტორი ანაირად უნდა აირჩიოს ბავშვმა, ხო? ეს ვითარება როგორც სკოლისთვის და აბიტურიენტის მშობლებისთვის, ასევე რეპეტიტორად დასაქმებული მასწავლებლისთვისაც პრობლემაა. ეს არის მხოლოდ აბიტურიენტის პრობლემა, ხო? უკვე ამ რეპეტიტორი მასწავლებელსაც სავარაუდოდ და დიდი ალბათობით მოაკლდება ის ბავშვები, რომელსაც ამზადებდა, ხო? იმიტომ რომ ხო რა ბევრი აი შემდეგ წელს თუ ეს რეფორმა შენარჩუნდება, იმ აბიტურიენტების ნახევარის არ იქნება, რაც წელს დარეგისტრირდება. ეს სამწუხარო ნამდვილად საბა რა მინდა იცით ერთია მოგწონს თუ არ მოგწონს, კარგია ვისაუბრე თუ არ ყოფიდადებით თვისებებზე, თქვათ ამ ხარეებზე უფრო სწორად განათლების რეფორმის, მაგრამ რაში დაჭირდათ ახლა, რატომ დაჭირდათ ამგვარად, აი მაყურებელ არ მიცოდეს ეს, რას ფიქრობთ თქვენ? უფრო ეს ყველაფერი ემსახურება მათი რაღაც ყველა ქმედების მთავარ ამოცანას, რომ უფრო მეტი ფული შევიდეს ბიუჯეტში რა, უფრო მეტად გაიზრდება სწავლის გადასახადები იმათთვის, ვინც რაღაც გარკვეულ კოტებში ვერ შევა და არ დაუფინანსდება, უფრო გაიზრდება მათი გადასახადები, ეხა ისინი იცხოვრებენ, ვისაც აქვს იმის საშუალება საერთო საცხოვრებლებში, მაგრამ ეს საერთო საცხოვრებლები ფასიანი იქნება სავარაუდოდ და ეს ფულადი შემოსავალიც ბიუჯეტში იწავა და ანუ ეს ყველაფერი ანუ ნებისმიერი კანონი, ნებისმიერი ქმედება არის ის, რომ ფული შევიდეს ბიუჯეტში რა. ხო და ეს რაღაც კანონებსაც მაგიტო იღებენ ნებისმიერ სხვა კანონს, რომ ამ ჯარიმებს არ შევა. ხა უნდა შევიდეს ბიუჯეტში, თუმცა უნდა იყოს მოსახლეობაზე მორგებული, სასარგებლო ის. თავარია რომ ბიუჯეტში ფული შევიდეს და ხა მეტი ის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება და როგორ, ხო? და ყველაზე უმთავრესი ისაა, რომ ამ კანონით ევროპაში სწავლის გაგრძელების საშუალებას უზღუდავენ სტუდენტებს, ხო? როდესაც უნივერსიტეტს დაამთავრებ,
აღარ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მაგისტრატურა გაიარო ევროპაში, იმიტომ რომ შენ იმ დიპლომს აღარავინ გიღიარებს, იმიტომ რომ შენ 11 კლასი ისწავლე სკოლაში და არა 12. ეს 12 კლასი არ ყოფილა რაღაცა ახირება, ეს არის ევროპული საგანმანათლებლო მოთხოვნა, რომ უნდა იყოს სკოლაში 12 კლასი და 12 კლასის შემდეგ უნდა იყოს 4 წელი საბაკალავრო სწავლება და 2 წელი სამაგისტრო და ამ 4 წლიანი საბაკალავრო შემდეგ შეუძლია სტუდენტს წავიდეს ევროპაში სამაგისტრო სწავლებაზე. დღეს აი ამ შესაძლებლობას უბრალოდ დაიკარგა. ევროპაში ვეღარ გააგრძელებს დღევანდელი სტუდენტი სწავლას. ვინც აი ამ ახალი რეფორმით დაიწყებს უკვე პირველ კურსზე ჩარიცხოს. მადლობა საბას საინტერესო საუბრისთვის, თუმცა გადაცემის ბოლოს მინდა გითხრათ, რა სიტყვით თრიალეთის მაყურებელს აი ამ გამოწვევების ფონზე, ამ თქვათ შეზღუდვების ფონზე გვიწევს მუშაობა ჩვენთვის ჟურნალისტებისთვის ვიტყვი ეს პრინციპის ამბავიც არის და ჩვენთვის ეს არ არის ჩვენთვის მხოლოდ პროფესია, სამუშაო, ეს არის ბრძოლა სიმართლისთვის, თავისუფალი სიტყვისთვის, ეს არის წლები ამას ვემსახურებით, ხო? მაყურებ რა სიტყვით რიგი თანამშრომელსაც თრიალეთის და მაყურებელსაც რა სიტყვით. პირველ რიგში სოლიდარობას უცხადებ თითოეულ თანამშრომელს თრიალეთისას, იმიტომ რომ თრიალეთი არ არის მხოლოდ ტელევიზია, თრიალეთი არის იდეა დამოუკიდებელი საქართველოსი. ანუ როგორ შეიქმნა დამოუკიდებელი საქართველოს, ჯერ არ იყო დამოუკიდებელი საქართველო და აი დამოუკიდებელი საქართველოს განვითარების პროცესების ერთ-ერთი მემატიანი, ხო? აი რა იყო, რა ხდებოდა იქ ვარდების რევოლუცია, იქ 2008 წლის ომი, იქ ვარდების რევოლუციამდელი პერიოდი. ეს ყველაფერი არის მემატიანე და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. შემდეგ ხელისუფლებასაც უნდა მოესწროს და მაშინაც უნდა გააშუქოს და შემდეგ. მის თრიალეთის მაყურებელს იმას ვეტყოდი, რომ თუ ამდენი წლების განმავლობაში უყურებთ ერთგულად თრიალეთს, ახლა მით უმეტეს უნდა დაუდგეთ მხარში, იმიტომ რომ თრიალეთი არის ის ტელეკომპანია, რომელიც თქვენ გაწვით სიმართლეს და გეუბნევათ იმას, რასაც არ გეტყვით სხვა სახელისუფლებო მედიები და იმას, თუ როგორი მდგომარეობაა რეგიონში და არა მარტო რეგიონში და სრულად საქართველოში. უღრმესი მადლობა, საბათ, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენი დათმობილი დროისთვის. მადლობა. მაყურებელს კი მომდევნო გადაცემამდე დავემშვიდობები.